მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის მეორე ჯგუფის ქიმიურ ელემენტს წარმოადგენს კალციუმი. ატომური ნომერი 20, ატომური მასა 40.08 მიასეთი, ძირითადად ორვალენტიანია. დაჟანგულობის ხარისხი არის +2. კალციუმი საკმაოდ მსუბუქი პლასტიკური პარამაგნიტური ლითონია. ჟანგვის გამო ჰაერზე მალე კარგავს ბზინვარებას, გახურების დროს იწვის წითელი ალით. მშრალი ჟანგბადი არ მოქმედებს კალციუმზე, რადგან მას შემდგომი ჟანგვისგან ოქსიდური შრე იცავს. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე კალციუმი ნელა იხსნება ვერცხლისწყალში და ამალგამას წარმოქმნის. მისი იონები ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას, კაზეინის გამოლექვას. დიდი ქიმიური აქტიურობის გამო კალციუმი თავისუფალი სახით ბუნებაში არ მოიპოვება, თუმცა ნაერთები ფართოდ არის გავრცელებული. ძირითადად სილიკატების, ალუმინოსილიკატების, კარბონატების, სულფატებისა და ჰალოგენიდების სახით გვხვდება. განვიხილოთ რამოდენიმე ნაერთი, რომელიც ბუნებაში მოიპოვება, მაგალითად კალციუმის ფოსფატი, აგრეთვე თაბაშირი, კალციუმ CO3, აგრეთვე კალციუმის ქლორიდი და კალციუმ SO4, კალციუმის სულფატი. კალციუმის ნაერთებს შეიცავს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები. ძვლის ქსოვილში დაახლოებით 80% კალციუმის ფოსფატია. მიღება. ლითონური კალციუმი მიიღება გალღობილი კალციუმის ქლორიდის ელექტროლიზით. კალციუმი მიიღება აგრეთვე ალუმინთერმული მეთოდით. ალუმინს დამატებული კალციუმის ოქსიდი მიიღება კალციუმი და აგრეთვე კალციუმის ოქსიდი დაკავშირებული ალუმინის ოქსიდთან. რეაქცია საჭიროებს გასწორებას და აღებულში გვექნება 2 ალუმინი და 6 კალციუმის ოქსიდი, ხოლო მიღებულში 3 კალციუმი და 3 კალციუმის ოქსიდი დაკავშირებული ალუმინ 3 ოქსიდთან. ზოგჯერ ლითონური კალციუმის თავისუფალ მდგომარეობაში გამოსაყოფად კალციუმის იოდიც ან ქლორიდს ახურებენ ლითონურ ნატრიუმთან ერთად. კალციუმის იოდის დავუმატოთ ნატრიუმი, მიიღება კალციუმი და ნატრიუმის იოდიდი. გავასწოროთ რეაქცია, აღებულში გვექნება 2 ნატრიუმი და მიღებულშიც 2 ნატრიუმის იოდიდი. ამ დროს ჭარბი ნატრიუმის მოსაცილებლად ხმარობენ უწყლო სპირტს, რომელთანაც ნატრიუმი ალკოჰოლად წარმოქმნის. ლითონურ თერმული მეთოდით მიღებული კალციუმი ჩვეულებრივ მრავალ მინერალს შეიცავს. სუფთა კალციუმის გამოყოფის მიზნით მას გამოხდიან 850 გრადუს ცელსიუსზე. ლითონურ კალციუმს ინახავენ ჰერმეტულ ჭურჭელში ან მინერალურ ზეთში. ქიმიური თვისებები. გახურებისას კალციუმი ადვილად იერთებს ჰალოგენებს, მაგალითად ფტორს და მიიღება კალციუმის ფტორიდი. ჟანგბადს მიიღება კალციუმ O. აგრეთვე გოგირდს და მიიღება კალციუმის სულფიდი, აზოტს კალციუმს დამატებული NO მიიღება კალციუმ 3N2. გავასწოროთ რეაქცია. წყალბადს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჰიდრიდები. კალციუმი შლის წყალს, ცივ წყალთან ნელა რეაგირებს, ცხელთან ენერგიულად შედის რეაქციაში. კალციუმს დავუმატოთ H2O, მიიღება კალციუმ OH ორჯერ და გამოიყოფა H2. გავასწოროთ რეაქცია და აღებულში გვექნება 2 მოლეკულა წყალი. იგი ენერგიულად ურთიერთქმედებს აგრეთვე მჟავებთან. მაგალითად, კალციუმს დავუმატოთ H-ქლორი, მიიღება კალციუმის ქლორიდი და გამოიყოფა წყალბადის მოლეკულა. განზავებულ გოგირდმჟავასთან რეაქცია ნაწილობრივ ფერხდება მცირეთხსნადი კალციუმის სულფატის წარმოქმნის გამო. კალციუმთან ურთიერთქმედების დროს აზოტმჟავა აღდგება ოქსიდებამდე ან ამიაკამდე. კალციუმს დავუმატოთ HNO3, მიიღება კალციუმის ნიტრატი
აგრეთვე აზოტ-4-ის ოქსიდი და გამოიყოფა წყალი. გავასწოროთ რეაქცია, აღებულში გვექნება 4 აზოტმჟავა, ხოლო მიღებულში 2 მოლეკულა აზოტ-4-ის ოქსიდი და 2 მოლეკულა წყლის ოქსიდი. კალციუმის ოქსიდი მიიღება მისი კარბონატის თერმული დაშლით მაღალ ტემპერატურაზე. კალციუმ CO3 მიიღება კალციუმ O და გამოიყოფა ნახშირორჟანგი. ეს არის დაშლის ტიპის რეაქცია. კირქვის წარმოქმნა და გახსნა. ცივი მინერალური წყლის, მაგალითად ბორჯომის ბოთლს მოხსენით საცობი. სწრაფად გაუკეთეთ აირსადინარიანი მილის მქონე საცობი და მისი მეორე ბოლო კირწყლიან ჭიქაში ჩაუშვით. მინერალურ წყლიანი ბოთლი მოათავსეთ თბილ წყალში. ბოთლის შიგთავსიდან გამოიყოფა აირის ბურჟტულები, ნახშირორჟანგი, რომელიც ჩაედინება თუ არა მილით კირწყლიან ჭიქაში, მაშინვე აამყვრევს. კირწყალში არსებული კალციუმის ჰიდროქსიდი გარდაიქმნება კალციუმის კარბონატად, კირქვად. განვიხილოთ ეს რეაქცია. კალცი OH-ში ორჯერ, ანუ კალციუმის ჰიდროქსიდი, დავუმატოთ ნახშირორჟანგი, მიიღება კალციუმ CO3, ანუ კირქვა და წყლის მოლეკულა. გააგრძელეთ ნახშირორჟანგის გატარება კირქვიან წყალში. გარკვეული დროის შემდეგ წყალი ისევ გამჭვირვალე გახდება, რადგან ნახშირორჟანგი რეაქციაში შედის კირქვასთან და გარდაქმნის მას ჰიდროკარბონატად. კალციუმ CO3-ს დავუმატოთ ნახშირორჟანგი და დავუმატოთ წყალი, მიიღება კალციუმ HCO3 ორჯერ, რომელიც წყალში კარგად იხსნება. ესნაერთი გახლავთ ჰიდროკარბონატი. გამოყენება. კალციუმის ბუნებრივი ნაერთები ფართოდ გამოიყენება მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში. კირქვებს იყენებენ ჩაუმქრალი კირისა და ცემენტის მისაღებად, მინის წარმოებაში. ცარცი იხმარება რეზინისა და საღებავების დასამზადებლად. მარმარილო მშენებლობაში მოსაპირკეთებელ მასალად. მჟავა ნიადაგების მოსაკირიანებლად ხმარობენ კირქვას და კირს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების მიზნით და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. გამომწვარი თაბაშირი, ალეპასტრი